ბრიტანეთში როგორ ხდება დაუშვათ სოციალური მედიის რეგულირება და გითარგმნით მოდი რა ხო ტვინი ბურღეს რომ ბრიტანული სტანდარტი და პრაქტიკაში ეგ ბრიტანული სტანდარტი სად მიდის და როგორ გამოიყურება მოდი აი 1-2 წუთი დაუთმოთ მაგას და მოусმინოთ და გითარგმნით. In Russia last year 400 people were arrested for things that they said on social media. 400 people in Russia. Obviously, this country is very different. How many people do you think were arrested in Britain for things they said on social media last year? Go on. Take a guess. I have no idea. 3,300. Really? Arrested for what they said on social media? Yeah. Really? What sort of things get you arrested? Well, one example I give in my show is there was... ანუ ესე იგი წამყვანი ეკითხება რომ რუსეთშიო წინა წელსო 400 ადამიანი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს იმის გამო, რაც სოციალურ მედიაში დაწერესო. და რა თქმა უნდა, ეხა ბრიტანეთი ხო განსხვავებული არის, თქვენი აზრით, რამდენი ადამიანი დაიჭირეს წინა წელს იმაზე, რაც სოციალურ მედიაში დავწერეთო და ნუ იმას გაეცინა რა, ეხა რომ არ ვიციო და ნუ ივარაუდო წარმოდგენა არ მაქვს და 3200 კაცი დავიჭირეთო. ანუ ხო არის პუტინის ავტორიტარული რო აღრჩობს ეგეთი რეჟიმი 400 კაცი დაიჭირეს ინტერნეტში წერისთვის. და ბრიტანეთი აი მაგნა კარტა პირველი ადამიანის უფლებათა დეკლარაცია რომ მიიღეს და აი ბრიტანული სტანდარტი. ხო აი გასაკირება. ბრიტანული წელიწადში დაიჭირეს 3200 კაცი იმაზე რა დაწერეს ინტერნეტში. როდესაც ვინმე კითხულობს რომ აი ბრიტანული სტანდარტი რო შემოდის რა არის მაგაში ცუდი, რომ ბრიტანული სტანდარტი არის ეს. აი ისე ხო არ შეიძლება რომ ბრიტანულია კაი ყოფილა კაცო რატო არის კაი ბრიტანულია და იმიტომ. ეგრე ხო არ შეიძლება აზროვნება აი გაერკვიე რა ბრიტანული სტანდარტი მიდის აქამდე. არა მე რას ვერ ვიგებ იცი? ძლივს გამოგვიცხადა ხელისუფლება რომ განთავისუფლდით ამ ევროპის ზეწოლისგან Deep State-დან, მათი სტანდარტებიდან, მათი სიგიჟიდან. და ყველაზე გიჟური თუ რამე ყოფილა, ყველაზე Deep State-ური თუ რამე ყოფილა, ყველაზე ჩვეულებრივ ადამიანებს რო უზღუდავენ და გიჟურ, ლიბერალურ, აგრესიულ ცენზურას უწესებენ, აი ეგ აიღეს გადმოაქვს და გვიცხადებენ რომ აი ახლა ხალხი თან ალწერ როგორ გადმო. მადლობა უნდა უთხრა. რა პრინციპით გადმოაქვს ეგ არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ბრიტანულ სტანდარტს როცა ვიძახით, შეიძლება ადამიანს დარჩეს დაბეჭდილება რომ კი ბრიტანული ცუდია, მაგრამ საქართველოში ფლათ ეგრე არ იქნება. და აი უყურე რა შეესაქმე ხალხს საქართველოში უარესად იქნება და აუხსნი რატო. ბრიტანეთში ეგ სტანდარტი არის ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე. ბრიტანეთი არის ლიბერალური სახელმწიფო და ეგ სტანდარტი არის არა ლიბერალური მიდგომების დაფიქსირება, როცა ხდება, ითვლება სიძულვილის ენად და პირდაპირ კანონით ისჯება. შესაბამისად, ბრიტანეთში ეგ ბრიტანული კანონი ლიბერალიზმის სტანდარტებში და ჩარჩოებში ზის. ძალიან საშინელებაა, ძალიან კატასტროფამდე მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა კანონები და რაღაცა წესები არსებობს. რაღაცა წესებს ექვემდებარება ეგ სტანდარტი. საქართველოში როგორ შემოაქვს ბრიტანული კანონი აგიხსნით. საქართველოში მთავრობამ ჩათვალა, რომ ცენზურა უნდა. რატო უნდა იცი? რატო უნდა იცი? იმიტომ რომ ვიღაცები რო აკრიტიკებენ, რომ მიაჩმოროს ხო. ხო და ეს რო უნდა დაფიქრდა რომ როგორ გააკეთოს ახლა ცენზურა. საქართველოში ეს ხალხი ხო გამორბის და ევროპა უნდა. მოდი ბრიტანეთის მაგალითი გადმოვიღოთ, რომელსაც რომელი ეგრე კი არა ბრიტანეთში აი ერთი მომინახე რა. ერთი მომინახე ევროპაში ყველაზე უარესი რომელი არის? ყველაზე უარეს ცენზურა და ბრიტანეთში ყოფილი. ბრიტანეთისა შეესაბამება ისეთ სტანდარტებს, რომ აქ რომ მოგინდეს ვიღაცებს მიაბულინგებ და საერთოდ მიაჩმორებ. ეგეთი კანონებია ბრიტანეთში. მოდი ბრიტანეთიდან გადმოვიღოთ. აქ ეს ხალხი ვერაფერს ბრიტანეთზე ცუც ვერ იტყვის, იმიტომ რომ ბრიტანეთი უნდათ და შესაბამისად ვერ შეგვიშლიან ხელს ბრიტანული კანონის მიღებაში. კონკრეტულ პრინციპს აუხსნი, რატო არის ეგ მიდგომა იდიოტური რა. მთელი აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ბრიტანულ მოდელის არის, რომ ის ითხოვს მედია საშუალებისგან იყოს დაბალანსებული. და მან არის რამდენიმე კითხვა მიჩნდება. პირველი,
რა ვაფშე არ ვთვლი რომ უნდა ვიყო დაბალანსებული. რაღაც ჩემი შეხედულება მაქვს და მაგ შეხედულების პიარს ვეწევი. ანუ ყველა აზრის თანაბრად წარმოჩენა კი არ არის ჩემი ამოცანა. რომელი აზრიც მე სწორი მგონია, ყველა არა, მე რო სწორი მგონია აზრი, იმ აზრის პროპაგანდას, იმ აზრის გავრცელებას ვეწევი. არა დაბალანსებულ საინფორმაციო პოლიტიკას ვატარებ. რა არის მაგაში პრობლემა? ანუ ვიღაცას თუ უნდა რომ ბალანსი იყოს, ჩემი საწინააღმდეგო აზრის მედია საშუალება გააკეთოს, იქიდან ის მომაწვეს, კაცო და ვიდაო. თუ რაღაცა დებატები არის, კაი დავსვათ ორივე მხარე თუ დებატები შედგა, მაგრამ აი მე ხა ჩემი არადაბალანსებული აზრის გავრცელების უფლება რომ მერთმევა, ეგ არის დიდი უაზრობა. ეგ ერთი ეს ობიექტურობის თემა რო არ შემოვიტანო ჯერ პრინციპს ვარჩევ და მეორე რა შემოდის იცი ბიჭო, ვინ გაასაზღვრავს რა არის დაბალანსებული და რა არა. აი სადღაც უნდა იყოს მაშინ ეს დიადი ცენზორი, რომელიც გაზომავს, აი ტევე პირველი რო არა დაბალანსებულია გასაგებია. ტევე იმედი არის დაბალანსებული? ანუ ბიძინას რამდენადაც აქებენ, იმდენად ლანძღავენ მერე? ხო არ არის ეგრე არა? და ვინმე გონიათ რომ ეხა ტევე იმედს ვინმე დაასანქცირებს მაგის გამო. არა რა თქმა უნდა. ანუ ბალანსი ხო ეგრე გამოიყურება, რომ აი დავუშვათ. აი ქართულ ოცნებას დავუშვათ 15 წუთი, ხო? თქვენ რას ელოდებით რომ მე 15 წუთი ვიღაცა იმედზე ქართულ ოცნებას გალანძღავს? არა, ოღონდ იმედს ხო მაგას არ მოთხოვენ. ყველა სხვა ტელევიზიას მაგას მან პრობლემა რაშია, შენ რაც ილაპარაკე, მაგ აზრთან დაკავშირებით პრობლემა იმაშია, რომ მაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არის, ვთქვათ, ოცნების მხარეს არის, ნეიტრალურად არის, ან ანტილიბერალურად არის განწყობილი, ის ნაწილს იმდენად ყელშია გამოსული ლიბერალური მედიის პირდაპირ მავნებლობები, რომ ეხლა რომ მოისმინა აზრი, რომ დაბალანსებულობის მოთხოვნა მედიების მიმართ არის, ძალიან მავნე მოთხოვნა, იმიტომ რომ საფრთხეებს შეიცავს, რომ ყველა მედიას დაარეგულირებენ, ბევრმა იფიქრა, რომ ხო, ნუ კი შეიძლება, მაგრამ ეს მედიები ისეთი მავნებლები არიან, რომ დაარეგულირონ რა და რა მოხდა ეხლა მედიას დააკისრონ ეგეთი ვალდებულება, რომ იყო დაბალანსებული და თუნდაც ამითი რაღაცა მიაზღუდონ ხოლმე. უფრო მეტი მავნებლობა მიიზღუდება, ვიდრე რაღაცა კარგი საქმე დაზიანდება. ეგ იფიქრა ბევრმა. მაგრამ მაგასთან ერთად, როცა ეს კანონი მედიის რეგულაციასთან, ცენზურასთან ერთად შემოქონდათ და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ხალხო ეს საფრთხეა, იმიტომ რომ ტევე პირველისნაირ მავნე მედიებთან ერთად ჩვეულებრივ პატიოსან მედიებსაც დააცენზურებენ, ჩვენნაირ მედიებს მაგალითად. და ეს საფრთხე მნიშვნელოვანია, ამაზეც ბევრმა იფიქრა, რომ ნუ ეხა აი ესეთი პატიოსანი, ნორმალური პატრიოტული მედიები ცოტაა, სუსტია და მოდი ის ძლიერი დაცენზურდეს და თუნდაც ამათი დაცენზურებაც გავრისკოთ. მაგრამ მანდვე გითხარით, რომ მარტო მაგაზე არ გაჩერდებიან მეგობრებო, ცენზურა და ბრიტანულ მოდელში ეგ არის ასევე, ცენზურა გავრცელდება ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერნეტში საკუთარი პოზიციების, კრიტიკული პოზიციების გაჟღერებას. აი შენ ჩვეულებრივი მაყურებელი რო წერ ინტერნეტში აღშფოთებული სხვადასხვა უკეთურობებზე მთავრობის, შენზეც გაავრცელებენ ხოლმე. არა, ვიცი, კერძო პირებზე არ გავავრცელებთო, მაგრამ აი როგორ მაგამდე მივალ ზუსტად. მაშინ რომ თქვით ეს, მაშინ საგანგაშო ზარი იყო სუბარის უბრალოდ განცხადება წარმოთქმული პარლამენტის ხდომაზე, რომელშიც მან თქვა, რომ ინტერნეტს მაუწყებლებთან ერთად ძალიან დიდი გავლენა აქვს. ინტერნეტში ხალხი რაღაცებს რო წერს და ამიტომ ამის დაცენზურებაზეც ხომ არ ვიმსჯელოთო, თითქოს ერთ-ერთი დეპუტატის აზრი იყო ასეთი ფორმით გამოითქვა მაშინ სუბარის განცხადება და ამაზე ჩვენ თქვით, რომ ეს არ არის უბრალო განცხადება, ასეთ განცხადებას რო აკეთებენ, ეს არის შემზადება ხალხის საზოგადოებრივი აზრის, ეს შემთხვევით არავინ არ იტყვის და არავინ არ მიაყენებს საკუთარ თავს ისეთ დარტყმას, რომ ასეთი თუ ამას რაიმე რეალური გეგმები არ უდგას უკან, რომელსაც უბრალოდ რაღაცა აზრად წამოწდა რომელიმე დეპუტატს. ამ ფორმით ეგ არ ხდება, ესე იგი ამაზე მიდის ფიქრი და ფიქრი მიდის იმაზე, რომ ჩვეულებრივი ხალხიც დაგვაცენზურონ რას ვწერთ. და მაშინ ბევრმა კომენტარებში წერა, რომ კარგით რა ხალხო, უბრალოდ ერთ-ერთმა დეპუტატმა რაღაც აზრი გამოთქვა. და რატომ განიხილავთ ამ გამოთქმულ უბრალოდ კერძო აზრს, როგორც რაღაც რეალური პოლიტიკის ცვლილების გეგმების გამოხატულებას, ხო? და რატომ განვიხილავდით,
მაგისი მტკიცებულება დღეს ვნახეთ პარლამენტის ხდომაზე, სადაც პირდაპირ აი ამ კანონის წარმომდგენი დეპუტატები გამოვიდნენ და თქვეს, რომ რეალურად იგეგმება ინტერნეტ ონლაინ მედიისთვის ასევე იგივე რეგულაციების დაწესება, რა რეგულაციებიც მედია ტელემაუწყებლებს უწესდებათ და მათ შორის ობიექტურობა, დაბალანსებულობა, მიუკერძოებლობა, ფაქტების გადამოწმება, თუ ფაქტები გადამოწმებული არ არის, რაღაცა ფაქტები მოსადავებელია, მოდავებას ექვემდებარება, ანუ ობიექტურობაზე მოდავებას ექვემდებარება, ანუ ორივე მხარე თანაბრად წარმოდგენილი არ იყო, ასეთ რაღაცეებზე დასჯადი შეიძლება გახდეს და ჩამოწერილი იყო იქ ვინ იგულისხმება ინტერნეტ მომსახურების გამწევ ჯგუფებად, ციტირებ, წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტ მომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ მომსახურების მიმწოდeblis მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტ საშუალების განკუთვნილ ინტერნეტ დომეინზე ან ინტერნეტ ჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება. ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტ დომეინს ან ინტერნეტ ჰოსტინგს. ანუ ჩვეულებრივად ადრესად ყველა. ანუ საიტი, რაღაც აპლიკაცია, არის Facebook-ზე გვერდი გაქვს, YouTube-ზე გვერდი აი ხა გაქვს, მაგალითად TikTok-ზე ხო ან ჩვენ ხო გვაქვს რაღაცა პლატფორმა, მედია პლატფორმა, ხო, კონსერვატორები. მაგის გარდა ხო პირადი გვერდებიც გვაქვს და მათ შორის გვაქვს, რავი, TikTok-ი გვაქვს, ხო? ეხა არის ვიდეოები, რომელიც, რავი, ახლა 100,000, 200,000 ხდება. ანუ დიდ აუდიტორიაზე გადის ხოლმე, ხო? ჩვეულებრივად აი პირადი TikTok აკაუნტი, რომელზეც პირად ჩემ აზრებს ვაფიქსირებ პოლიტიკაზე, ჩვეულებრივად გაყვანადია მაგ რეგულაციაში, ანუ სოციალური მედია პლატფორმის საშუალებით ეროვნულ ანუ სახელმწიფო ენაზე საუბრობ, პოლიტიკურ თემაზე საუბრობ, არა ვარ დაბალანსებული, მიკერძოებული ვარ ჩემი იდეების მიმართ, მიკერძოებული ჩვეულებრივად TikTok-ი რო გაქვს საკუთარი მოხვდა მაგ რეგულაციაში. ეხლა აქ კიდე ვიღაცებმა შეიძლება რაღაცა შენიშვნები გამოვაგზავნონ და აქედან გამომდინარე დაბალანსებულად ვიტყვი და მე თვითონ გავცემ პასუხს იმ წინასწარ იმ კითხვას, რომელიც მოსალოდნელია, მანდ მერე დაამატეს იქვე თქვეს რომ არა ეს კერძო პირები არ იგულისხმებაო, ეს იგულისხმებაო მხოლოდ რაღაცა მედია საშუალებებიო, ან რაღაცა თავისთავად ან თავის თავს რომ მედიას ეძახის, ან ერთი კაცი რო იყოს თუნდაც, რომლებიც აი ეს სოციალურ ქსელებში არ არის TikTok-ი მხოლოდ ან YouTube-ი, Facebook-ი რო გაკეთეთ სოციალური ქსელია, ან Facebook-ში რაღაც ინფორმაციებს ავრცელებს, ოღონდ მედიას რო ეძახის თავის თავს, არა კერძო პირიო. და ეგ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რატო დააემატა ზუსტად იმავე პრინციპით გიხსნით როგორც მაშინ სუბარის განცხადებაზე რო დაიწყეთ ლაპარაკი რომ კერძო ერთი დეპუტატის აზრია და მეტი არაფერი და ამაზე რატო ატარებთ ისე თითქოს ეს რაღაც დაგეგმილი პოლიტიკის ცვლილებაო და რომ გეუბნებოდით რომ ეგ აზრი შემოგდებულია იმისთვის რომ მე პოლიტიკა მოვაყოლო ამასაც გეუბნებით რატო დაამატეს რომ მიხვდებით მე თქვენ თვითონ ნახავთ სამწუხაროდ ჩვენ ყველანი ნახავთ ამას ამატებენ იმიტომ რომ ნელ-ნელა მიაჩვიონ, ნელ-ნელა მოახვიონ თავს საზოგადოებას ის ძალიან არაპოპულარული პოლიტიკური გეგმები, რომლებიც ბოლომდე რომ მიიყვანენ, ეხლავე რომ პირდაპირ უთხრან, გამოიწვევს დიდ ახშფოთებას. ამიტომ დაამატეს სისულელე აი რეალურად იურიდიული შინაარსი რო არ აქვს, ეგეთი სისულელე დაამატეს, რომ კერძო პირზე არ ცერდება ხალხო, აი ერთი კაცი უბრალოდ ვიღაცა კერძო პირი თავის თავს მედიას თუ დაუზარდა. იურიდიულად აქვს, აი ანუ მანდ რაც მაგათმა თქვეს, არ ვიცი, კანონის ტექსტი არ მინახია, მაგრამ განცხადების დონეზე როგორ შეიძლება იცით არ ხოს, აი მე ხო მაგ დავშოთ Facebook-ზე გვერდი ზურაბ მახარაძე. აი ზურაბ მახარაძე news რომ მივაწერო ხვდები მაგ რეგულაციის ფარგლებში და რო არ მივაწერო არა? ანუ საკუთარ თავს მედიას თუ ეძახი მაგ შემთხვევაში დაგაცენზურებ თუ ხო თქვა? სინამდვილეში უკიდურესად რაღაც ბუნდოვანი აქვს. ბოდვა არის. არა, ეგ არის ტყუილი. სპეციალურად არის ეგრე დაწერილი და ეს ნელ-ნელა ადამიანების მიჩვევის პოლიტექნოლოგია. მაგაზე ერთი უცენზურო ანეკდოტი ახლა ვერ გავაჟღერებ, მაგრამ მიხვდება. სინამდვილეში აი ხალხს რო ავუხსნათ, რა იგეგმება? აი ჩვეულებრივ ადამიანებს ავუხსნათ რომლებიც აი ახლა შეიძლება
რაღაცა დიდად ამ თემით არ იყვნენ შეწუხებულები და გონიათ რომ ჩვენ ახლა რაღაცებს ვაზრიადებთ და არანაირი ცენზურა არ იგეგმება. არა და მე მგონი ყველაფერი ნათელია უკვე, ხო? ახლა ინტერნეტის და სოციალური ქსელების კონტროლზე რო უკვე წავიდა საუბარი, მე მგონი უნდა მიხვდე მან რაშიცაა საქმე ძალიან მარტივია. და მით უმეტეს ბრიტანულ მოდელი რო აქვს, რო აკერიათ პირზე. მოდით აი ბრიტანულ მოდელის შესახებ აი ორ პრაქტიკულ მაგალითს მოვიყვან. აი ბრიტანული მოდელი როგორ არეგულირებს სოციალურ ქსელებს. ყველა მშვენივრად ვიცით რომ ბრიტანეთი მალე გახდება პაკისტანი. ვიცით ეგ აი იმან JD Vance-მაც განაცხადა რომ აი პირველი ევროპული ისლამური სახელმწიფო ბირთვული შეიარაღებით იქნებაო მალე დიდი ბრიტანეთი. პაკისტანზე ეხლა მე ცუდია ეხლა ცუდი პარალელებია ხო ჩვენთანაც ბრიტანული მოდელი აქაც პაკისტანი ბანგლადეში. აქ ოცნება ხო და უყურე რაშია საქმე. იმიტომ მაგალითად არა. აი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრაქტიკული გამოყენება ამ ბრიტანული მოდელის მოხდა შარშან აგვისტოში. როდესაც ერთ-ერთმა არალეგალმა მიგრანტმა აფრიკიდან მცირეწლოვანი ინგლისელი პატარა ბავშვები დანით დაჩეხა, მოკლა და ამას მოყვა ძალიან დიდი საპროტესტო გამოსვლები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ადგილობრივი ბრიტანელებმა დაიწყეს ქუჩაში გამოსვლა, რომ ეს რა ხდება ქუჩებში უკვე მიგრანტები ბავშვებს გვიკლავენ. ნუ ცხადია იმებით ჩაახშვეს, თან საინტერესო კადრები იდებოდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა და ეს მიგრანტები ერთად არბევდნენ ინგლისელებს. ეგეთი კადრები იდებოდა, რომ აი ცხენოსანი პოლიცია უკან წინ მიდის, უკან ქვეითი მიგრანტები რაღაც მაჩეტებით და ჯოხებით და არბევდნენ ამ ბრიტანელებს. ანუ პოლიცია და პაკისტანელები ერთად არბევდნენ თეთრკანიან ინგლისელებს. დაბალანსებულია რაგინა. და ეს რაც ქუჩაში ხდებოდა და ეხლა უყურე სოციალურ ქსელებში რა ხდებოდა. კომენტარებს რო წერდნენ ადამიანები, რომ ეს რა უბედურებაა ხალხო, რას დაამსგავსეთ ინგლისი. უბრალოდ Facebook-ზე რო ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, კომენტარის გამოიჭერდნენ ხალხს. ანუ ინგლისში რამოდენიმე 1000 ადამიანი არის დაჭერილი და დაჯარიმებული უბრალოდ კომენტარის გამო. საქართველოში უარესად. და თუ ვინმეს გონია, რომ თქვენც იგივე არ შეგეხებათ აქ, აი რაღაცას რო დაწერთ, რაც თქვენ არ მოგწონთ და ხელისუფლებას არ მოეწონება, აი ამ კანონით, ბრიტანული მოდელით თქვენს დაგაცენზურებენ. წავიკითხავ დინარაძის განცხადებას. აი ახლა გამოვიდა. ასევე უმრავლესობის დღევანდელ ხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო ჟურნალისტების კორპუსის მიერ, ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლის ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებებზე. დღეს აქტუალური იყო კითხვა, გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად. არა, ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება. ანუ მანამდე ხო წაგიკითხეთ, რაც თქვენს საპარლამენტო განხილვაზე, რომ ყველა ონლაინ გამოცემაზე, რომელიც იყენებს ონლაინ საშუალებებს და რომელიც, თქვა, მედია ქვია, ყველაზე გავრცელდებაო, მას შემდეგ რაც დღის განმავლობაში ამაზე უკუ რეაქცია იყო საზოგადოებისგან ონლაინში, ინტერნეტში, წერაზეც კი გვიცენზურებთ, ვინას დავწევთ, კარგით, ხო, მაგაზე აღარ გავავრცელებთ, დროებით, ეგ მნიშვნელოვანია, ეგ უნდა ვიცოდეთ, რომ მაგას დროებით ცვლიან. რასაც ახლა ამბობენ, ეგ მანდ არ გაჩერდება და ორი რაღაცა უნდა გვესმოდეს. ერთი, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის აღშფოთება და მიწოლა, იმიტომ რომ დღეს რო ხალხი აღშფოთდა და რეაქცია ქონა, ცოტა ხნით დააკორექტირეს და ეგეც საქმეა, რომ ცოტა ხნით ხალხის აღშფოთებამ დააკორექტირეს. რა დააკორექტირეს მარტო ონლაინ გამოიმებზე გავრცელება. ან ტელევიზიებს, რომელსაც აქვს თავისი, თქვათ, ინტერნეტ საიტი მაგეებზე, ან სოციალური ქსელების გვერდი მაგაზე გავრცელდება და ეგეც უნდა გესმოდეთ რამხელა პრობლემა დროებით რო დააკორექტირეს და სხვა გეგმები აქვს და გავხსენით უბრალოდ ხალხის რისხვის ეშინიათ და ეგრევე არ აკეთებენ. უბრალოდ აი მაგალითად ეს ცვლილებები, რასაც ახლა იძახიან, ხო? ეს იმდენად დიდი პრობლემაა, რომ მაგალითად ჩვენ შეიძლება დიდი ალბათობით ტელემაუწყებლობის შეჩერება მოგვიწიოს, ან დარჩეთ შეიძლება მოგვიწიოს დარჩენა მხოლოდ Facebook და YouTube მაუწყებლობის ფორმატში, იმისთვის რომ რაღაც ცენზურაში მოყვებით. ხო, ანუ მაგთიზე რო გავდივართ, ან სხვა საკაბელო ტელევიზიებზე რო გავდივართ, მანდ ისეთი ცენზურა დაგვიწესდება, ეხლა მანდ გასვლის უფლება მაუწყებლის სტატუსით რო გვიწევს და გვაქვს
რომ მაგ ცენზურის საფუძველზე შეიძლება ისეთი ჯარიმები დაგვადონ ხოლმე რაღაცა დღეში 5-ჯერ პრეტენზიით რომ თქვენ მე მგონი დაბალანსებულები არ ახარ და ობიექტურები არ ახართ რომ უბრალოდ გახურვამდე ქართულ ოცნებაზე კრიტიკულად რა ლაპარაკობთ კი რატო არ აყავთ ქართული ოცნების წარმომადგენელი რომ დაბალანსებული იყოს რავი არ მოდიან ეგ ჩვენი პრობლემა არ არის